8 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიანის დაბადების დღეა. მას 90 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა და თანამებრძოლებმა გმირთა მემორიალთან გენო ადამიანის ხსოვნას პატევი მიაგეს. მოგვიანებით კი საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს. ან ვერ დატოვა სოხუმი და ფაქტიურად სოხუმის დაცემასთან ერთად ფიზიკურად ისიც იქ დაეცა, თუმცა სულიერად, რა თქმა უნდა, ეს არის ამაღლებული და ეს არის დიდი მაგალითი ჩვენთვის, ჩვენი შთამომავლობისთვის, როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქალაქი და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მაგალითით უნდა გავაგრძელოთ შეუპოვრად ბრძოლა და ეს ენერგია მივმართოთ მშვიდობიანი დაბრუნებისკენ და მშვიდობით და სიყვარულით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქი და ჩვენი აფხაზეთი. ჩვენი გმირების სახელი სოვნის დიდება და ჩემმა შვილმა კარგად უნდა იცოდეს რა ამხელა ბრძოლა და რა ამხელა დიდებული თავგანწირვა გაწიეს სამშობლოს ერთიანობისთვის გმირებმა და ეს ახალგაზრდა თაობისთვის უნდა იყოს მასაზრდოებელი მათი ღირსეული მომავლისთვის და ღირსეული დიდებისთვის. გენო ადამია პროფესიონალი სამხედრო არასდროს ყოფილა და ამას თავადაც ხშირად აღნიშნავდა. თუმცა აფხაზეთში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე იყო და აფხაზეთის კონფლიქტის დაწყებისთანავე ერთ-ერთი პირველი გახდა, ვინც სახალხო ლაშქრის რაზმების ორგანიზება ითავა. სწორედ ამიტომ შეარქვეს მას სახალხო გენერალი. გენერალი გენო ადამია იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების 23 მექანიზირებული ბრიგადის მეთაური. ქვეყანა, სადაც იბადებიან ესეთი ზნეობის, ღირსების და გმირობის მაგალითის მიმცემი ადამიანები, ის ქვეყანა იქნება თავისუფალი. გენო ისეთი ადამიანი იყო, რომ ის დავიწყება ნამდვილად არ შეიძლება ის იყო ვაჟკაცი კაცი, სახალხო გენერალი იყო. ჩვენ ყველას გვიყვარდა მეომრებს, ყველას გვექცეოდა საკუთარი შვილებივით, მას გენოძიას ვეძახდით. თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერება. თქვა ეროვნულმა გმირმა და თავისი სიტყვისთვის არ უღალატია. იგი 1993 წლის 28 სექტემბერს კელასურთან შეტაკებისას დაიღუპა, როდესაც გენერალი დაცემულ სოხუმში დაბრუნებას ცდილობდა. ცხოვრებაში ეს იყო ჩემი მამა, შემდეგ იყო ჩემი მეთაური. უბრალო საუბრებშიც ამბობდა, რომ მე ჩემი სოხუმიდან ცოცხალი არ გამოვა. თუ ადამიანს უწერია სიკვდილი, მამულისათვის ეს ბედნიერებაა. ღვაწლი და აი ეს გამაერთიანებელი მონდომება, რომელიც ომის დროს გამოიჩინა გენო ადამიანმა, მომავალ თაობებს დარჩება მაგალითად. მე ყოველი წელი დავდივარ და ჩემ დიდ ბაბუას ვცემ პატივს და მე მიხარია, რომ ესეთი კარგი დიდი ბაბუა მყავს. თანატოლები და მეგობრები მეკითხებიან და მიხარია, რომ მე ვარ მაგისი მოსახელე გენო ადამია.